2029 წელს იქნება ანაკლის სპორტი. გითხრა ხელისუფლებამ. გავმაზოთ რომ არ იქნება. დავნიზლავდე. გარანტირებული. მე რატომ ესე ქრივიშვილს უნდა დაედიზლავო. ანუ ამათ თუ დავუყურეთ არ იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ 2009 წელს დარწმუნებული რომ ესენი არ იქნებიან უბრალოდ. ხო, ნუ ეგ არ ვიცი უკვე. იმდენი ხანი არიან რომ უკვე არ ვიცი. ხო, უკვე ძნელია იმ გათვალო რომ 28-ში 29-ში არ იქნებიან. არა, მარტივი ამბავია. მოგესალმები კიდევ ერთხელ მევსალმები ჩვენს მაყურებელს. სანამ საქართველოს მართავს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ანაკლის სპორტი არ აშენდება. მე მგონი გუშინელი ბრიფინგის მერე ყველაზე უკანასკნელი ესეთი გამოუსწორებელი ოპტიმისტებიც კი ვისაც აი ეს რაღაცა 10 წლიანი ტყუილის ეპოპეა უკვე ყელში არ ამოუვიდა და კიდე რაღაც სიმედი აქვს. მე მგონი გუშინელმა ბრიფინგმა ეს ხალხის დაარწმუნა იმაში რომ არ იქნება. არ იქნება სამი ივანიშვილი არ იქნება, იმიტომ რომ ანაკლის სპორტის მშენებლობა პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსების ინტერესებს ამ რეგიონში, ჩვენი მტრის ინტერესებს, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ემსახურება რუსების ინტერესებს. შეიცვალა, ხო, როცა ხაზარაძე აკეთებდა ამ პროექტს და უთხრა როგორც თვითონ ყვება, რომ ივანიშვილმა უთხრა, რომ აქ რა უნდა ამერიკელებს რა უნდა ჩავს ზღვაშიო. ხო, ამ ამბების მერე ომი მოხდა და ეხლა რუსეთი ამის ომის წაგების პირასაკი და იქნებ ივანიშვილმაც ასე ვთქვათ შეაფასა უკვე სხვანაირად რუსეთის გავლენა მაგალითად. შეიცვალა არაფერი, ერთი ტერმინია. რუსეთი სუსტდება, მოდი ასე ვთქვა. გავიგე ოღონდ რუსეთი სუსტდება, რუსეთი ომს აგებს, ოღონდ ანაკლის სპორტი არა გვაქვს. 2016 წელს დაიწყო ამ 14 წელს დაიწყო დაგეგმა, 16 წელს დაიწყო მუშაობა. დღეს არის 2026 წლის 7 ივლისი და ანაკლისში პორტი არ არის. პორტი კი არ არის, გავერანებული ტერიტორიაა, ჩვეულებრივი, გაუდაბნოებული, ნაკურორტალი, საპორტად გამზადებული, ნაქალაქარი არის. არაფერი არ აშენებულა, იმიტომ რომ რუსების ინტერესებში არ შედის და ბიძინა ივანიშვილი ემსახურება რუსულ ინტერესებს. და რა ვიცი, შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როდესაც იყვნენ თავარი აქტორები ანაკლის კონსორციუმში და ანაკლის კონსორციუმი იყო ერთადერთი სწორი ფორმა იქ პორტის აშენების, იმიტომ რომ აი ეს არ შეცვლილა კიდე. საქართველოს მაშინაც იყო ღარიბი ქვეყანა და ეხაც ღარიბი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, რომ ერთი ააშენოს ასეთი პორტი. ღარიბი როგორ არის, კაცო, ხა წინა იმაზე ვსაუბრობდით, თუმართან ერთად ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა ანგარიში, სადაც ნაჩვენებია, რომ 2020 წლიდან მართლაც უპროცენტო ზრდა გვაქვს. 22 წლიდან საერთოდ საშუალოდ 10%-ია მე მგონი ეკონომიკური ზრდა. გავიგე რა, რამდენიც არ უნდა იყოს, სულ 15% იყოს ზრდა, საქართველოს კიდე ბევრი წელი ღარიბი ქვეყანა იქნება. ანუ ეს საერთაშორისო ეკონომიკური სტანდარტი აქსიომა ჯერჯერობით საქართველოს არის განვითარებადი ღარიბი სახელმწიფო. ეს ესეა, ამას ვერ შეცვლით. იმიტომ რომ ესეთი არის უბრალოდ რა ვიცი, ეკონომიკა ესე იზომება. ღარიბი ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაწვდება პორტის მშენებლობას ერთი და მეორე პორტის ექსპლუატაციას. 220 მილიონი გვინდა, თქვა ქრივიშვილმა. როგორ შეიძლება რომ 220 მილიონად გააკეთოს რამე კარგი ქრივიშვილმა, როდესაც ვიცით რომ ჯერ კიდევ 10 წლის წინ მანამ სანამ დოლარის ინფლაციაც ბევრად უფრო დაბალ ნიშნულზე იყო, 600 მილიონი დოლარი დებოდა პორტის მშენებლობა და ოპერირებაში შეშვება. როგორ შეიძლება რომ დღეს 200 მილიონი დოლარად გააკეთოს? გეტყვი როგორ შეიძლება რომ 200 მილიონად გააკეთოს ის ქართულმა უცნებამ, რაც 600 მილიონი ჯდება? გითხრა? კი. ზუსტად ისე გააკეთებს 200 მილიონად, როგორც გააკეთა გრიგოლეთის მონაკვეთი საქართველოს თბილիս-ბათუმის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. 7ჯერ რო ხიდი ჩაინგრა ამ მონაკვეთში. ესე გააკეთებს სავარაუდოდ. გააკეთებს ისე, როგორც რიკოთის შუაში რო ერთი მონაკვეთი არის, ტირალა მდინარე რო არის, საშვილიშვილო გზა ავაშენეთ, რამოდენიმე 100 მილიონი დოლარია დახარჯული და მონაკვეთი არის, სადაც ნებისმიერ ნალექის დროს მთელი მთატირის. ესე ააშენებს ისე, როგორც ააშენებს წერეთლის გამზირი. როგორც ყველა წვიმის დროს, აი ხა ამ მომენტში, როდესაც მე და შენ ვლაპარაკობ, იტბორება. რამე რთულს კი არ ვამბობ, კანალიზაცია რთული კონსტრუქცია, როგორც აღმოჩნდა, კანალიზაციისთვისაც კი კანალიზაციის. სანიარღვრე არხზე გენალაპარაკებ, სანიარღვრე არხზე, არაფერზე, უბრალოდ რომ დრენაჟი გაკეთდეს და ეს გავიდეს. ვერ აშენებს. ეგრე გააკეთებს 200 მილიონად. კიდე რა გითხრა, რამდენი მაგალითი არის მაგისი. ზუგდიდში რო სტადიონი შენდება უკვე რამდენი წელია, 15 წელია მე მგონი. ისეთ სტადიონი, ოღონდ თან ისე მაყურებელი მას ვერ ხედავს მოედანს. ესეთ სტადიონი ეგრე ააშენებენ ალბათ, კი. რავი, კიდე რა გითხრათ, აბა ისე ააშენებენ როგორც თბილისის ცენტრალურ პარკს. აი ეხაც რო შენდება. აქედან ახლოს არის, მე თუ გავიდეთ, ეხაც შენდება. რამდენი ხნის წინ დაგხვირდნენ?
სადღაც 8 წლის წინ. ბოლოს გვაშენებენ. არა აშენებენ. არ არის ფაქტი რა რეიტი შეიძლება. შეხედე არსებობს ორი ამბავი, ერთი რწმენა და რწმენის საკითხი შეიძლება იყოს, ოღონდ რწმენის საკითხიც ახლა რა ვიცი, რატო შეიძლება რომ ამის გწამდეს და მეორე არის რაღაც მეცნიერული დაკვირვება. მეცნიერული დაკვირვება ესეთი რა პარკს ვერ აშენებენ, მერაბ. პარკს ვერ აშენებენ, ხიდს ვერ აშენებენ, გზას ვერ აგებენ, სკოლები საქართველოში მოსწავლეები კატასტროფული 10,000-ობით მოსწავლე არის. 10,000-ობით მოსწავლე არის მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც მე-4 და მე-5 წლაში სწავლობს. იცი რატო? იმიტომ რომ სკოლები დაანგრიეს და მის ადგილას ახალი სკოლები ვერ ააშენეს. ეხლა ეს ყველაფერი მარტო უნიათობის ბრალია, რა ჩამოგითვალე? არა, რა თქმა უნდა, ეს არის უნიათობის ბრალი, ეს არის კორუფციის, ენდემური კორუფციის ბრალი და მესამე ეს არის უბრალოდ არაინტერესებთ ბოდიშით და ფეხებზე კიდია დააშენონ თუ არ ააშენებენ. ფეხებზე კიდია ივანიშვილს და მის გუნდს ბავშვი სკოლაში მე-4 სვლაში ივლის თუ არ ივლის მთელი სკოლის და სასკოლო პერიოდის მანძილზე. 10 წელი გავა ბევრი ბავშვისთვის ეხა და მე-12 წელი, მე-12 კლასი მოუხსნეს ალბათ მაგიტო რომ სკოლას ვერ უმთავრებენ და ბარემ 1 წლის ნაკლები სწავლობს, ისაც არაფერი იქიდან არ გამოდის, რომ და 11 წელს ჩახურავს ბევრი ბავშვი ამ ქვეყანაში 1000-ობით, რომელიც თავის სკოლაში ნამყოფი არ არის. ანუ იმ სკოლაში რომელშიც დაიწყო სწავლა, იქ მერე ვეღარ მივიდა. ეს ხალხი აშენეს რემონტი ვერ დაფარავს. სპორტი, ხო და რემონტაზე არის ლაპარაკი. სკოლებს ვერ რემონტებენ, ხიდები ენგრევათ ერთმანეთის მიყოლებით, გზას ვერ აკეთებენ, რავი, კორპუსს ვერ აშენებენ. ვერაფერს ვერ აკეთებენ. მეტროში წვიმა ჩავიდა კიდევ. მეტროს სადგური, აულაბრის მეტრო, აგრეთვე, ხო, 6 წლიანი. დღეს არის 2026 წელია. 3 წელიწადში ავაშენებთ პორცო. 5 წელიწადში, 6 წელიწადში აშენებენ აულაბრის მეტროს სადგურს უბრალოდ. მეტროს კი არ გაყავთ ხო, მეტროს გაყვანა რთული პროცესია. სადგურს აშენებენ და ვერ ააშენეს. და შენ მეუბნები სერიოზულად, რომ ან რწმენის საკითხი შეიძლება იყოს, ან იმისი, რა ქვია, ხო, ეხა არჩევნების დრო არ არის რომ თույლი დაპირებები გაეცა და თვითონ გამოვიდნენ წარადგინეს. და წაგიკითხო, მე მგონი შენთან აღარ მომიწევს მაგის საკითხვა, იმიტომ რომ გუშინ შენთან იყო ბატონი მამუკა კაცდაძე რეზიუმეში და წაგიკითხა, ის ჩამოუვარდა სტენოგრამა არის. ანუ რაღაცა 4 წლიანი თუ 5 წლიანი სტენოგრამაა, განცხადებებს ოფიციალურს, რომელიც არცად მოძება არ მოგიწევს, პირდაპირ შეგიძლია ნებისმიერი სახელმწიფო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საიტზე შეხვიდე და კომუნიკეა, პრეს კომუნიკე და ნამონაწილეობა. მალე აშენდება. დაიწყო, იწყება. აქ არის დღეს გამოვიდა რომ არა ძმაო ეს ყველაფერი ტყუილი იყო. არაფერი სიმართლე არ იყო, რასაც ღარიბაშვილი, დავითაშვილი, კობახიძე, კარსელაძე, რა ქვია ამ გოგოს ქრივიშვილი, ესენი ყველანი რასაც კპირდებოდნენ, ეს ყველაფერი ტყუილი იყო. თან ამ გოგოს ესეთი სახე ქონოდა თითქოს აქამდე არ არსებობდა, ეხა გაჩნდა ამ ყველაფერში, ამ ამბავში ეს გოგო ეხა გაჩნდა, გამოვიდა და თქვა რომ ნუ აი ყველაფერი რო ვიპოვეთ ის რაც არის. თავარია ლენდლორდის პრინციპი, ეს რაღაც აი 90-იანი წლების იაფფასიანი აფიორასავით არის. რაღაცას რო ინგლისურ სახელს დაარქმევ, უცხო სიტყვას და კარგად რო ჟღერს. ლენდლორდი ნიშნავს ბინის მეპატრონეს, ადგილის მეპატრონეს, გასაქირავებელი. ჩვენ იქნება და გავაქირავებთ. გავაქირავებთო. და სანამ გავაქირავებ, ოჯახაშენებლო ხო უნდა ააშენო. და ამიხსენით რა ააშენეს? რთულ კონსტრუქციას არ ვამბობ, მე უნდა ყველას ეს მოხდა. პორტი არის რთული კონსტრუქცია. ახლა რიკოთი ააშენეს ასე თუ ისე. არა, რიკოთი ვერ ააშენეს მე რა. რიკოთი ვერ ააშენეს. ორი მაგალითი მოგიყვანე. ერთი გრიგოლეთის გრიგოლეთი რიკოთის გარეთ არის. არა, როგორ არის რიკოთის გარეთ? თუ ამ გზის ნაწილია. გზა ვერ დაამთავრეს. რიკოთი გაგახსენებ, რომ ის ადგილი ისევ ტირის. ისევ ტირის, ანუ იმ მთას ვერ უშველეს. ბეტონში ჩასვეს მთელი მთა, ერთი მთა არის ბეტონში ჩასმული, ოღონდ ტირის მაინც, ანუ არ ეშველა. ღმერთმა უწყის რა მოხდება, ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა, რომ იქ კიდე რამე მოხდეს, მაგრამ არ არის ის დამთავრებული. იქ პრობლემაა. შეგახსენებ, რომ ის ადამიანი, რომელიც ამაზე ლაპარაკობდა, ქვეყნიდან არის ახლა გაქცეული. ის ცნობილი მეცნიერი ქალბატონი სახელდაგვარი ბოდიშს ამოვიწყდა ილიას უნივერსიტეტიდან ქვეყნიდან წავიდა ქალბატონი თეა გოგოლაძე ქვეყნიდან წავიდა იმიტომ რომ 1000 ხერხით დევნიდა იმიტომ რომ სიმართლეს ამბობდა რომ უბრალოდ შეიძლება ჩამოიშალოს ამაზე მეუბნები რომ რამე რთულს ააშენებენ ხალხს რო ესმოდეს პორტის მშენებლობა ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ანძების დაკედება აზბეკში იმას აშენებენ 9 კილომეტრიან გვირაბს რამდენი ხანი აშენებენ 20 მე კაი რომ შენ ასაკში ისე ინარჩუნებ სურვილს იოცნებო რაღაცაზე ამას ვაფასებ როგორც ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის დიდი მოყვარული მე ძალიან მიყვარს სამეცნიერო ფანტასტიკა მაგრამ კიდევ უფრო ძალიან მიყვარს ფენტეზი აი ტოლკიენი მაგალითად რაღაცა ბრენდონ სანდერსონი და ასე შემდეგ აი ეს ჟანრი ანუ ტროლები უფრო არსებობენ გნომები და ჰობიტები ვიდრე ივანიშვილი დაამთავრებს რომელიმე პროექტის მშენებლობას ან მithumetes ანაკლიის სპორტს ააშენებს სერიოზულად რო თქვა კიდევ ერთხელ მეორე აქ არის ლაპარაკი პანამაქს პოსტ პანამაქსის გემების მიღებაზე ანუ ეს არის რაღაც გიგანტური გემი რომელიც ფოთში უბრალოდ ძალიან შორს
დგება წყალში, იმიტომ რომ იმის აკვატორი, იმის სიღრმე დაღრმავება ფოთსპორტს არ აქვს. დაღრმავება უნდა მოხდეს ძალიან მაღალ დონეზე, შემდეგ უნდა მოხდეს ამის გამაგრება და შემდეგ ყოველწლიურად რამოდენიმე ასეული მილიონი ჯდება ექსპლუატაცია, რომ ზღვა ეს და ისევ მოაქვს ეს ქვიშა და ამოვსების საშუალება დგება და ყველა წელს ამას უნდა გაწმენდა. ანუ შენ წარმოგიდგენია ქართული ოცნება ერთ წუთს წარმოიდგინე, რა ვიცი, ქარსელაძე თუ გინდა რა ქვია ეს უმავიტო ქრივიშვილი, აი ეს ხალხი წარმოიდგინე ერთ მხარეს, ეს ხალხი მეორე მხარეს წარმოიდგინე აი ეგეთი რთული ამბავია, აი ესეთი რთული სამუშაო, რომელიც არის ერთი რომ უნდა აშენო ამ ხელ რაღაცა და მე ამას ექსპლუატაცია გაუწიო. იქამდე რკინიგზა უნდა მიიყვანო. შეხედე პორტმა რომ ოპერირება სრულფასოვნად საკონტეინერო გზასაც მიიყვანო და გზასაც უწევ. ხო და მივალ რა მანდ გეხოცები რა, როგორ შეიძლება რომ რკინიგზა საშენებაზე სერიოზულად ლაპარაკობდეს ხალხი, რომელსაც 5 წელი რკინიგზის დირექტორად ყავდათ ტიპი, თავის მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები, ანუ მთელი მენეჯმენტი რკინიგზას ჯართად ჭრიდა. და აბარებდა ჯართად ხიდი და ტიპმა გაყიდა ჯართად რკინიგზა. ანუ 10 წელზე მეტია, 15 წელზე მეტია თბილისი ყარსის მონაკვეთი ვერ დააკავშირეს. ახალციხიდან ყარსამდე რკინიგზა ვერ დააკავშირეს თურქეთის რკინიგზას. ვერ დააკავშირეს ამდენი ხანი და ამ ხალხზე მეუბნები რომ რკინიგზას მიიყვანენ, უმაღლეს დონეზე მოდერნიზაციას გავკეთებენ და რკინიგზას მიიყვანენ, რა ვიცი, აზერბაიჯანს დაუკავშირებენ და მიიყვანენ ანაკლის სპორტში. ნეტარ არიან მორწმუნენი. სახარებას და ბიბლიას დავესესხები. გაცილებით მარტივია პორტის საშენება. შეხედე, პორტის საშენება ხო რთულია. მეორე არის რომ რატო ენდობ, ვინ ენდობა ამ ქვეყანაში? ანუ შეხედეთ 5 წლის მანძილზე რკინიგზას მართავდა კაცი, რომელმაც რამოდენიმე ასეული მილიონი მოპარა საქართველოს ბიუჯეტს, ისე რომ რკინიგზა დაჭრა ჯართად. ჯართად დაჭრა. ეხლა შეხედე, ის კაცი რომელიც კურირებდა მას, ანუ ვინც იყო პასუხისმგებელი, რომ ამას ეს არ ეკადრა. ეს არ ეკადრებინა უბრალოდ რკინიგზა რო არ დაეჭრა ჯართად, ამისთვის თავზე დაასვეს სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე. აი, ცნობილი კოკა გუნცაძე, ქართული ოცნების ცნობილი კოკა გუნცაძე. თავზე დაასვეს ამას. კოკა გუნცაძე ეხაც ხელფასს იღებს, როგორც სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე. ერთადერთი ფუნქცია აქვს. წელიწადში რამოდენიმეჯერ აუდიტის ანგარიში მოისმინოს კომპანიის შესახებ და აკონტროლოს, რომ კომპანიის მენეჯმენტი სწორად მართავს. ეს ტიპი არ გაუშვიათ. ის დირექტორი დაიჭირეს საწყალი თუ გაიქცა თუ რაც არის, მაგრამ კოკა გუნცაძე არსად არ გაუშვიათ. ანუ რა გაძლევს იმის განცდას, რომ უბრალოდ შემდეგი დირექტორი კაი ტიპი იქნება? ანუ მისი მაკონტროლებელი იგივე ხალხი რჩება. კოკა გუნცაძე ისევ რჩება მის მაკონტროლებლად, ანუ კრიმინალის მაყურებელი 5 წელი კრიმინალს უყურებდა. ვინმე ჯერა რომ ამ კაცმა ვერ და როგორ შეიძლება რომ ვერ დაინახო 5 წელი 100 მილიონი რო იპარება. როგორ შეიძლება რომ ვერც ერთ აუდიტის ანგარიში ვერ დაინახო? მით უმეტეს როდესაც აუდიტის ანგარიშები ამაზე იწერებოდა სახელმწიფო აუდიტის. ეს კაცი არ რეაგირებდა. ეხა ისევ დირექტორია და ის გააკეთებს კაი რკინიგზას ანაკლიამდე. სერიოზულად ლაპარაკობთ ამაზე?